იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა საქართველოს რადიო იმედი გესალმებათ კვლავ, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.g, MyVideo.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია, ასე რომ გიყვართ ის ორშაბათი და რომელიც სულაც არ არის მძიმე თუ რასაკვირველია, სწორად დაისახავთ მიზნებს და შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი იმისთვის რომ გითხრას როგორი კვირა გვექნება თითოეულ ნიშანს. ოდიაკოსი, დილამშვიდობისა ბატონო. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა მინდა გისურვოთ ყველას და უპირველეს ყოვლისა ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც ხა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კვირა დახუნძლულია მნიშვნელოვანი კოსმიური მოვლენებით და პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც ძალიან კარგია. იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ხელს უწყობს იდეების რეალიზაციას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, ხვალ პლანეტა მერკური გადაინაცვლებს, ეს არის გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს 14 თებერვლამდე მერწყულის ზოდიაქოში. ძალიან კარგია. მას ძალიან უყვარს ყოფნა მერწყულში და ეს თითოეულ ჩვენთაგანში იქნება თვალში საცემი, რა მოიმატებს უმაღლესი ლოგიკური აზროვნება, გონება מחვილობა, ინტერესი რეფორმების, სიახლეებისადმი, ახალი პროექტები, ახალი ურთიერთობები, ახალი შეიძლება ცვლილებები არსებულ პროექტებში, სპონტანური იმპროვიზაციის უნარი, გონება ორიგინალურად აზროვნებს და აქედან გამომდინარე ძალიან ესეთი არასტანდარტული ტვინია უკვე ამ პერიოდში და ყველას მეტნაკლებობით რასაკვირველია თვალსაცემი ექნება, რომ ეს რეფორმატორული სულისკვეთება უძლიერდება მოვლენის შედეგად. ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც რასაკვირველია წინ მინდა ყველას მოგილოცოთ, ეს არის ოთხშაბათი დღე, 29 რიცხვი. აქ ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს უკვე მთვარის კალენდრით, ეგრეთ წოდებული იუპიტერიანული ციკლიდან გამომდინარე, აღმოსავლური ახალი წელი. ანუ გველის წელიწადი შემოდის შემოკარგებულ მწვანე გველის ხისტიკის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ ასე ვთქვათ დეკემბერში და ეხლა სწორედ აი ეს დღე დგება, ამიტომ ყველა ეს რიტუალები, რომ ჩვენ აუშვათ მაშინ გახსოვთ თქვენ, იგივე დაუშვათ ფულის მოზიდვის, იგივე დაუშვათ ჩაწერის თქვენი სურვილებისა, ქაღალდზე დაწერის და შემდგომ ეს ყველაფერი აი ეხლა ძალიან აქტუალურია. ვინც მაშინ ვერ მოასწრო, თუ გინდათ გაემეორე და თუ ვინმე ვერ მოასწრო, ეხლა შეუძლია ამის გამეორება 16 საათზე 35 წუთზე არის პიკი, თუმცა მთელი დღე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აწიოთ ჭიქა, მიულოცოთ ერთმანეთს და უსურვოთ ყოველივე კარგი, ილოცეთ და დალოცეთ ყველა ადამიანები, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, იწყება აღმოსავლური კალენდრით ახალი წელიწადი, მაგრამ ამავდროულად ახალი წელიწადი აღმოსავლური კალენდრით ყოველთვის იწყება მე-13 ახალ მთვარეობაზე. ამიტომ გვინდა არ გვინდა ოთხშაბათი ჩვენ ახალ მთვარეობა გვაქვს და ახალ მთვარეობა ნიშნავს ეს იცით თქვენ უკვე ცოტა რთული დღეა. იმიტომ რომ აქ ხდება მზის და მთვარის ენერგიების შეერთება მერწყულის ზოდიაქოში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აქ ცოტა მატლობს კონფლიქტურობა, ცოტა მატლობს ემოციური ფონი, გაღიზიანება. ამ პერიოდში რასკვირველია უმჯობესია რომ ოთხშაბათს თავი შეიკავოთ. ახალი საქმის დაწყებისგან, ხელშეკრულებების დადებებისგან, მოლაპარაკებისგან, სარისკო მოქმედებებისგან, ანუ მოდი ეს თქვა ოთხშაბათი გავიაროთ შვიდად. დანარჩენი დღეები კი ბატონო იაქტიურად კარგი კვირა, მაგრამ ოთხშაბათი გაჩერდით. ყანყუდური საქმეებით შემოიფარგლეთ, ან უფრო მეტად მოეფერეთ ერთმანეთს და მოესიყვარულეთ და არაფერი განსაკუთრებული სარისკო არავით არის საქმე და გარჩევა და შემდგომ. ეს დღე მოითხოვს ჩვენგან პირიქით დადებით განწყობას და ასე ვთქვათ ერთმანეთის დალოცვას და პატივისცემას. ამიტომ მნიშვნელოვანია იგი. ეხლა უკვე ხუთშაბათს რა ხდება? ხუთშაბათი მნიშვნელოვანია 30, იმიტომ რომ აქაც ძალიან ესეთი ცოტა ესეთი ეპოქალური მოვლენაა ცისკაბადონზე არსებობს ეგრეთებული კარმული კვანძების ცნება. კარმული კვანძები, ანუ სხვანაირად ზოგი იცნობს მათ როგორც რახუ და კეტუ, აღმოვალი კარმული კვანძი და დაღმოვალი კარმული კვანძი, რომელიც მიუთითებენ ადამიანის კოსმიურ მისიას. შესაბამისად, ბოლო წელიწად ნახევარი აღმოვალი კარმული კვანძი, რომელიც მთავარი მისიისას გადმაჩვენებელია, იმყოფებოდა ვერძის ზოდიაქოში. ადამიანებს მოეთხოვებათ აქედან გამომდინარე დამოუკიდებელი მოქმედება, აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, უშიშარი ხასიათის წარმოჩენა და შემდგომ. ეხლა სწორედ ხუთშაბათიდან უკვე გადადის ეს კვანძები, რახუ, კონკრეტულად აღმოვალი კვანძი თევზების ზოდიაქოში. ხოლო დაღმოვალი გადადის ქალწულში. ეს ნიშნავს რას, რომ ჩვენ უკანა პლანზე დაღმოვალ კვანძისკენ უნდა წავიღოთ ყველა ჩვენი მატერიალური მისწრაფებები და აზრები, ანუ მატერიალური მხარე ცხოვრებისა გადადის მეორე პლანზე. წინა პლანზე რა შემოდის თევზები? თევზები რა არის? სულიერება, რწმენა.
კოსმოსი. აი ეს არის თევზები. ანუ აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა ისეთ სფეროებთან, როგორც არის ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია, ასტროლოგია და ასე შემდგომ. ანუ გაეცანით კოსმიურ კანონზომიერებებს, კოსმიურ საკითხებს, აქეთ არის თქვენი და გააზრდეთ თქვენი რწმენა. საქველმოქმედო პროექტების, აქციების პერიოდია უახლოესი წელიწად ნახევარი, რაც მეტად გვერდში დაუდგებით ადამიანებს გამოავლენ თანაგზნობას თევზებისთვის დამახასიათებელ იყო ზომიერ თანაგზნობას თავისთავად. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია, ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებაა. ამიტომ მოდის რწმენის გაძლიერების პერიოდი. უკანა პლანზე ცოტა გადავწიოთ მატერიალური ხედვა სამყაროსი, ამას შეიძლება დავეყრნოთ, მაგრამ უნდა განვავითაროთ საკუთარ თავში მაქსიმალურად სულიერება. სულიერი საკითხები მოდის წინა პლანზე. ვინც ამას შეძლებს, უახლოეს წელიწად ნახევარში უფრო მეტად მიიღებს კოსმიურ დივიდენდებს და უფრო წარმატებული იქნება. ესე იგი ყველა სვალია, არა აქვს კი, მნიშვნელობა. ეს საერთო კოსმიური მისია, ესე იგი აქ წელიწად ნახევარში ჩვენ გვეუბნებიან, აი ახლა სულიერების ხაზი. მერე იქით წელიწად ნახევარი იქნება რეფორმების და სიახლეების ხაზი. მერე წამოვა პროფესიონალური წინსვლის ხაზი, მერე წამოვა მგზავრობა მოგზაურობის უცხოელებთან კონტაქტების წლენახევარი და ასე შემდგომ. ესე ყველაზე ცოტ-ცოტა აგურ-აგურ იდება იმ განვითარების აუცილებელ გზაში, რომელსაც სამყარო ჩვენ გვიწერს. ეხლა არის სწორედ სულიერების პერიოდი, ხა სულიერება ყოველთვის სჭირდება ადამიანს, მაგრამ ეხლა განსაკუთრებული მოთხოვნა ამისადმი. ეხლა მოდი ავუშვათ კიდევ ერთი მშვენი მოვლენა, ესე იგი პარასკევს რა ხდება პლანეტა ურანი, რომელიც არის მოულოდნელობების, მართველი პლანეტა სიახლეების და რეფორმების და აქამდე იყო იგი უკუმავალი, რეტროგრადული, ეხლა ასწორებს თავის მოძრაობის ტრაექტორიას კურო ზოდიაქოში ხდება ეს ამბავი, ხდება დირექტული. ეს ნიშნავს, რომ ყველა სახის, აი ახალი პროექტები ქონდა დაწყებული, ან ახალი წამოწყება, ეს ყველაფერი შეიძლება გაიჩედა, ან არ წარიმართა ისე როგორც თქვენ ეს გსურთ, აი ახლა ეს ყველაფერი შეიძლება დაალაგდეს. ამდენი ხანია უკუმავალია. კაი ხანია უკვე დაახლოებით 1-2 თვე მაინც იქნება თუ 3 არა. და აქედან გამომდინარე ყველანაირად უშლიდა ახალ პროექტებს, ახალ დაუშვათ დანერგილ იდეების რეალიზაცია, შეიძლება ახალი ურთიერთობაც კი არ მიდიოდა ისე როგორც საჭირო იყო. ამიტომ ეხლა პირიქით, აი უკვე პარასკევიდან სიახლეები უფრო ადვილად წავა, ახალი იდეები, პროექტები, ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდება. საინტერესო და რასტორია, აი ძველი პროექტებიც კი, რომელიც აი რაღაც სიახლეები შექონდა თქვენ და ეს სიახლეები არ ინერგებოდა, ახლა დაინერგება ადვილად. ამიტომ ეს არის პერიოდი, როდესაც დემოკრატიული ფასეულობების წინა პლანზე წამოიწევს და რასტოვარია დემოკრატიული პრინციპების რეალიზაციის საშუალება იქნება მეტი. აქამდე შეიძლება თქვენ გელაპარაკოთ, მაგრამ ვერანაირი დემოკრატიული პროექტი ვერ იმუშავებდა. თორე ურანი იყო რეტროგრადული დემოკრატიის მთავარი პლანეტა. ეხლა პირიქით, როგორც კი დირექტული ხდება, უკვე აქ შესაძლებელია სიახლეების რეალიზაცია. ამისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, თუ გქონდათ რაიმე პრობლემები მეგობრებთან, აი ეს პრობლემებიც ადვილად მოგვარდება, იმიტომ რომ მეგობრული კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. სხვა შორის ზოგიერთი შეოდა იმას, რომ ცოტა უჭირს პროგრამული სისტემების ათვისება და ცოტა ცუდად მუშაობდა დროდადრო თანამედროვე ტექნიკა. აი ესეც გამოსწორდება, იმიტომ რომ ურანი სწორ ტექნიკას მართავს, ელექტრობას მართავს და შემდგომ აქ სირთულეები ცოტა მეტი იყო. ეხლა ეს გაიმართება კიდეც მუშაობა და უშუალოდ იგივე კომპიუტერისა და ყველა სხვა სახის ესეთ სისტემებისა და ამ ხრივას დაუფლება პროგრამული სისტემებისა იქნება უფრო ადვილი. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, იმიტომ რომ ზოგადი მიმოხილვა უკვე გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი და ხუნძლულია მოვლენებით კვირა, რაც შეეხება ხა ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს. ნუ რასაკვირველია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ეს ყველას გვაძლევს მეტნაკლებად გარკვეულ შესაძლებლობებს. ვერძი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, პირველი ნიშანი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია აქვს ახლა. ენერგია ემატება, ეს ნიშანი ახლა გაუჩერებელი, აქტიურია, კონტაქტურია, კომუნიკაბილურია, იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა ძალიან მაღალი აქვს. უფრო მეტის თუ კარგად მექნება მოფიქრებული, სარისკო მოქმედებაც კი წარმატებული იქნება მისთვის ამ პერიოდში და თან ეს ის დროა, როცა ვერ შეუძლია სწორედ აი მაქსიმალური ურთიერთობით კონდეს კონტაქტი თანამედროვე ტექნოლოგიებთან. უნდა პროგრამული სისტემების ათვისება, უნდა ურთიერთობა ინტერნეტთან. აქედან მოვა მშვენი ინფორმაცია, აქედან გაიცნობს საინტერესო ადამიანებს და აქედან მას შეუძლია ასევე სწორედ ყველაზე კარგად იგზნოს თავისუფლება. შინაგანი დაძაბულობა ეხსნება, თავისუფლად მოქმედების უნარი უფრო მეტი აქვს. ამიტომ ეს აძლევს სპონტანური იმპროვიზაციის უნარს. ამიტომ ახალი იდეების, ახალი პროექტების, ახალი სიახლეებისათვის შეიძლება ახალი ვარცხნილობაც იყოს კი ბატონო, სიახლეების რეფორმების დროა ვერძებო თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ რაც მე სიახლეებს შემოიტან თქვენ ცხოვრებაში და ახლებურად იმოქმედებს, შეიძლება
ახალი პროექტები, ახალი მეთოდოლოგია მუშაობისა, რაც მეტი მით უკეთესი და აგზნობს სხვათა მხრიდან სხვა ჩვენს დახმარებას და თანადგომას, რაც თქვენი წარმატების კიდევ ერთი საწინდარია. რაც შეეხება კუროს ჭირდება ესე იგი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისადმი. რატო? იმიტომ რომ ნელ-ნელა ენერგოტონუსი მისი ქვეითდება. მაგრამ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა მეტად უნდა გამოიძინოს და დაასვენოს საკუთარი თავი, რომ შეცდომები არ დაუშვას. და რატო ახლა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია. საქმიანი თვალსაზრისით ძალიან კარგი შანსები აქვს, მათ შორის პროფესიონალური განვითარების კუთხითაც კი. დავუშვათ ხელმძღვანელთა ურთიერთობა შეიძლება იყოს მეტად ნაყოფიერი, ოღონდ რა არის ამისთვის საჭირო, რომ არ იყოს ეს ნიშანი გადაღლილი. არადა უკვე აქ ადვილად იღლება. ამაშია საქმე. თუ გადაიღალა ეს ნიშანი, მაშინ ხდება უფრო ჯიუტი, უფრო პირდაპირი, უფრო ხისტი და შეიძლება გააფუჭოს ურთიერთობა ხელმძღვანელთან და გააფუჭოს თავისი პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა, რომელიც ამ პერიოდში ძალიან მაღალი აქვს. ამიტომ პირიქით მეტად დაასვენეთ თავი, რომ თქვენმა ტვინმა მოგცეთ საშუალება, სადაც საჭიროა დაამხრუჭოთ, სადაც საჭიროა დიპლომატიურად იმოქმედოთ. მაშინ ეს მოგცემთ საშუალებას, რომ ურთიერთობა ძალიან კარგი გქონდეთ და პროფესიონალურადაც განვითარდეთ და სხვა სახის წარმატებებს მიაღწიოთ. მათ შორის მატერიალური კუთხითაც არის საკმაოდ კარგი შანსები და ახლა გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ მინდა კურვებს გითხრათ, აი 4 რიცხვიდან, 4 თებერვლიდან განსაკუთრებით კარგი პერიოდი დაგეწყება თქვენ მატერიალური კუთხით, იმიტომ რომ ახლა აქ მოდი ესე ვთქვათ, იუპიტერი გამარჯვების პლანეტა, რომელიც თქვენს ფულის სახლშია ახლა რეტროგრადულია. 4-ში ასწორებს სამოძრაობას, მერე მოგეცებოთ უკვე მატერიალური დივიდენდების, სერიოზული დივიდენდების მიღების შესაძლებლობას. ეს წინ-დაწინ, ასე ვთქვათ, 4-იც ფაქტობრივად უკვე იმ კვირიდან არის. გაგაფრთხილეთ. ეხლა რა შეეხება დრუპებს. დრუპებო, თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი პერიოდი, აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენის უნარი, თქვენ რაც გიყვართ კომუნიკაციები, საუბრები, უცხოელებთან კონტაქტები, უცხოეთში მოგზაურობა, სწავლა, პარტნიორული თანამშრომლობა, ოპტიმიზმი მატლობს თქვენში, ენთუზიაზმი, რაც ხელს სკობს ასევე იდეების რეალიზაციას, წარმატებულ მოქმედებას. აქ გეხმარებიან, მოდი ეს ვთქვათ, ახლობლებიც კი, მეზობლები, მეგობრები, ყველა სხვიდან იღებთ დახმარებას. ამიტომ ეს პერიოდი საკმაოდ კარგია, არ დაკარგოთ, აქტიურად იმოქმედოთ, იმიტომ რომ ყოველ დღე ენერგოტონუსი მატლობს, ჯანმრთელობა მდგრადი ხდება და თქვენი განწყობაც უმჯობესდება, რაც ხელს სკობს, როგორც იდეების რეალიზაციას, ასევე თქვენ ყველა სფეროში თითქმის წინსვლას და განვითარებას. კირჩხიბს აქ ცოტა სხვა საყურადღებო მომენტები აქვს. პირველ რიგში დავიწყოთ კიდე რომ კირჩხიბები გამოდიან ილუზიური მდგომარეობიდან, რაც მათ დროდადრო ემართებათ. ანუ ვარდისფერი სათვალით უყურებენ სამყაროს და აქედან გამომდინარე თვითმოტყუების რეჟიმში ვარდებიან. აი ეს რეჟიმი ხა თავდება. ეხლა უკვე რეალისტურად დაინახავთ მოვლენებს, სიტუაციებს, უფრო სწორად გაიაზრებთ და სწორად დაგეგმოთ თქვენს მოქმედებებს. ანუ კარგია ამ შემთხვევაში გამოსვლა ამ ილუზიებიდან, იმ კუთხით რომ უკვე შეცდომებს აღარ უშვებთ. ენერგოტონუსი მართალია მცირდება და თქვენს გჭირდება ცოტა მეტი დასვენება, მაგრამ ეს გჭირდება რისთვის, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით გვაქვს კარგი პერსპექტივები. და ამიტომ აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ იმოქმედოთ, იმუშაოთ, პროექტები განახორციელოთ, რისი კარგი შანსები გექნებათ ამ კვირაში, საჭირო გონება გქონდეთ დასვენებული და არ იყოთ გადაღლილი. ამიტომ დროდადრო დასვენების საშუალება მიეცით საკუთარ თავს და პლუს ამას არავითარი აქ დეპრესიული მომენტები. პირიქით ოპტიმიზმი წინა პლანზე წამოწიეთ, ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, რას აპირებთ და რა გეგმები გაქვთ, მაშინ ნახავთ ახვალწინ და საქმიანი კუთხითაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობები მოგეცემოთ ამ კვირის განმავლობაში. ლომს რაც შეეხება, ლომი კარგად დაინახავს, ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე. და აქედან გამომდინარე, ცოტა გულაცრუება შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანში აღმოაჩენს სულ სხვა პიროვნებას და ეგონა რომ სულ სხვა არის და აქედან გამომდინარე ცოტა ეს გულს აუცრუებს, მაგრამ სამაგეროდ კარგია, ილუსტრაცია. სამაგეროდ რეალურად დაინახავს, ვინ რას წარმოადგენს, ვის შეიძლება დაერტყმოს და ვის არა. სამაგეროდ სხვა კუთხით პერიოდი კარგია. ძალიან კარგია იგი პარტნიორული ურთიერთობებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობა, ბიზნეს, საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა, პირადი ურთიერთობა ძალიან კარგად წარიმართება. ეს ქორწინებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შემოქმედებით ინჩის და უნარის გამოვლენის კარგი უნარი აქვს, რაც მეტად იგი შეძლებს რთულ საკითხების გადაწყვეტას. მშვიდობიანად, დიპლომატიურად, კომპრომისების მეშვეობით მეტად იქნება წარმატებული. ამიტომ ენერგიაც ემატება, ჯანზეც მოდის, განწყობა უმჯობესდება და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილებები ელოდება მას უკვე ამ კვირაში. ქალწულს რაც შეეხება, ახლა აქაც პატარა გაფრთხილებაა. ცოტა დაღრილობას გზნობს ეს ნიშანი, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მცირდება, შედარებით ადვილად იღლება, ამიტომ დაასვენო საკუთარი თავი. თუმცა იცით რომ ეს ნიშანი, რომელსაც მუშაობის გარეშე ცხოვრება შეუძლია. არავინ არ გეუბნებათ რომ არ იმუშაოთ, პირიქით გეუბნებით იმუშავეთ, ოღონდ თან დაასვენეთ საკუთარი თავი. და რატო? იმიტომ რომ გაქვთ საკმაოდ კარგი პოზიტიური შანსები საქმიანი კუთხით. მაგალითად,
თქვენ შეიძლება გაიცნოთ გავლენიანი პირები, რომელიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებიან, დაგეხმარებიან. შეიძლება ხელმძღვანელთა მხრიდან მიიღოთ საინტერესო წინადადებები ან მათი თანადგომა იგრძნოთ, რაც ხელს უწყობს როგორც პროფესიონალს, ასევე ბიზნეს თქვენ საქმიანობას. ამიტომ არაერთი იდეის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს, არაერთი ძველი გეგმის რეორგანიზაცია, გადახედვა შეიძლება მოხდეს, რაც იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? გქონდეთ საღი აზროვნება, არ იყოთ გადაღლილი, ამიტომ დროდადრო დაასვენეთ საკუთარი თავი. სხვა მხრივ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგი. სასწორებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, ყველაფერი გამოზდის, იღბლიანობა მატულობს, თვითონ ვერ ხდება სასწორი, როგორ წყდება არაერთი მისი პროექტი, იდეა სასიკეთოდ მისთვის. მაინც თავს არ იწუხებს, მაგრამ ყველაფერი რაღაც ლაგდება ისე, როგორც მას სურს. ამიტომ ბევრი რამ შეიძლება გამოვიდეს. ხო, მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო პერიოდი აქვს მას. კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღებაც კი იქნება ფრია წარმატებული, უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისა და თავგადასავლებისათვის, სასკვარულო კონტაქტებისათვის, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენს ორგანიზატორულ მონაცემებს. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს სასიკეთო თქვენთვის პერიოდი, რათა წახვიდეთ წინ და იყოთ უფრო მეტად წარმატებული. მორიელს რაც შეეხება, ერთის მხრივ ენერგოტონუსი მისი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ ეცეთ არ გაცივდეთ. ხა თუ თქვენ ვირუსული დაავადების წინაშე აღმოჩნდით, მაშინ რას უკვე ყველა ეს პერსპექტივა რომ დღეს აღწევთ, წყალში გადაიღრება, ხო? ამიტომ ეცადეთ რომ ცოტა დაბალი იმუნიტეტის ფონზე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, მეტი აქტივობა ბუნებასთან, ჰაერი, სუნთქვითი ვარჯიშები, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმუნიტეტს გაამაგრებს. ეს მნიშვნელოვანია რატო? იმიტომ რომ ჯერ ძლიერდება თქვენი ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორჩევანს აკეთებთ, ეს ერთი. მეორე, აქ ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების თანამშრომლობისთვის, საყოფაცხოვრებო რაღაც საკითხები იყო გადასაწყვეტი, ყველაფერს გადასარევად გადაწყვეტავთ და თან მაქსიმალურ დახმარებას იღებთ ახლობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ათწევებისგან, რაც თქვენი შემდგომი წინსვლის ერთ-ერთი საუკეთესო კრიტერიუმია. პლუს იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა, პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა გეძლევათ. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგი. ამისთვის კი რა არის საჭირო, რომ შეინარჩუნოთ მდგრადი ჯანმრთელობა. რაც შეეხება მშვილოსნებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ამიტომ რომ ახლა მათი გაჩერება თითქმის შეუძლებელი უნდა იყოს. ენერგოტონუსი მატულობს ყოველ დღე. ეს ნიშანი იგრძნობს, რომ რაც დღე გადის, მით მეტი ენერგია ემატება. ნაკლები ძილი, მეტი მოძრაობა, მოქმედება, კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, აირისი პერიოდია, სწავლა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, გზავრობა, მოგზაურობა, მაქსიმალური კონტაქტები, უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომა შეიძლება მიიღოთ. ამიტომ რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ. აქედან გამომდინარე გეძლევათ საშუალება, რომ საინტერესო ადამიანებს გაიცნოთ, არაერთი იდეა პროექტი ჩამოყალიბოთ, მათი რეალიზაცია დაიწყო და მატერიალურადაც მომაგრდეთ. ეხლა რაც შეეხება თხის ქას, თხის ქებო თქვენი ენერგოტონუსი კლებულობს, ამიტომ ცოტა გავაფრთხილდით ჯანმრთელობას და ზედმეტად გადაიღლებით, მოდი ეს ვთქვათ. მაგრამ ის რომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია და გასულტრით ფინანსური კუთხით ეს უდავოა. აი ადრე დაწყებული საქმეები, ძველი პროექტები, ახლა მოგცემენ ფინანსურ დივიდენდებს. უფრო მეტად შეიძლება ჩაერთოთ ესეთ პროექტებში, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამიტომ თუ დავუშვათ არ იჩქარებთ და თქვენ რო იცით, თორსა კარგად აწონეთ ყველა პერსპექტივებს. ამ კუთხით ინვესტიციების და კაპიტალ დაბანდებების ტენდენციაც გექნებათ საკმაოდ კარგი, რაც კიდევ დამატებით ფინანსურ შემოსავალს შემოიტანს. ამიტომ ფინანსური კუთხით პერიოდი უდავოდ კარგია. ამიტომ აქისთვის დაგჭირდებათ მოქმედება, შრომაც, კონტაქტების ჩამოყალიბება. ამისთვის რა არის საჭირო, ეს ყველაფერი კარგად წარმართოს? დასვენებული ორგანიზმი, დასვენებული ტვინი. ამიტომ დროდადრო დაასვენეთ საკუთარი თავი, რომ საქმიანი კუთხით დახვიდეთ წინ და მოტრევით მდგომარეობა კიდევ მეტად გაუმჯობესოთ. მერწყულებს რაც შეეხება მთავარი ფავორიტი არის ყველა მერწყული, იმიტომ რომ მზე და ახლა უკვე პლანეტა მერკური გადადის მეზოდიაკოში დახვდებათ მათ პლანეტა პლუტონი, ამიტომ სამმაგი ენერგოპლანეტარული ზეგავლენა ყველაზე ღბლიანი ნიშანია, რაც თავარია ყველაზე მეტად რაც უყვარს აი ეს აქ ახლა. თავისუფლება, ანუ მარწუხებისგან თავისუფლდება და შეუძლია სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალურად გამოხატვა, ახალი საინტერესო იდეების ჩამოყალიბება, დანერგვა, რეალიზაცია, მეგობრული კონტაქტები ფართოვდება, მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, უკვე როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, საინტერესო თავისი რეფორმატორული იდეები დაემსახურებს პოპულარობას საზოგადოებაში, აწევს თავის რეიტინგს, მათ შორის ფინანსური კუთხით, პროფესიონალური კუთხით, ძალიან კარგი პერსპექტივების შესაძლებლობა გინდათ მოგზაურობა, დახმარება
ფორმას იღებს სხვა შორის ირგვლივ ყოფი ადამიანებისგან თვითონაც მზადყოფნაშია რომ დაეხმაროს ხებს რა ის მეშვეობით ავტორიტეტი მისი იზრდება ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს მოდი ეს ვთქვათ ვარსკვლავური დროა მერწყულებო თქვენ ცხოვრებაში წლის განმავლობაში ამიტომ მაქსიმალურად აქტიურად უნდა განვლოთ იგი ეხლა სიზარმაცის დარბსკეთების უფლება არ გაქვთ რაც შეეხება თევზებს, სხვა შორის პირადი ურთიერთობების კუთხით, პარტნიორული კონტაქტების კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია. შემოქმედებით ინჭის გამოვლენის კუთხით ასევე პერიოდი კარგია. მაგალითად, როგორც ფსიქოლოგი იქნებოდეთ ძალიან კარგი. საქმიანობრივ პროექტებში შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ და ამანაც გაზარდოს თქვენი რეიტინგი. ერთი სიტყვით, ზოგადად საქმიანი კუთხით პერიოდი ცუდი არ არის, მათ შორის პარტნიორული თანამშრომლობის მხრივ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ნელ-ნელა თქვენ შედიხართ დაბადების წინა პერიოდში და ეს ის პერიოდია როდესაც ერგოტონუსი თქვენი მცირდება ანუ ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი ხდება ამიტომ ეცადეთ არ გაცივდეთ ინფექციური დაავადებების წინაშე არ აღმოჩნდეთ სწორი კვება სუფთა ჰაერი ბუნებასთან კონტაქტი აწევს თქვენს იმუნიტეტს ხელს შეუწყობს მდგრადობას ორგანიზმისა და ენას კბილი დააჭერეთ საიდუმლოდ დაიცავით ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ იმიტომ რომ ნელ-ნელა ძლიერდება პარლამენტების მოშორნეების ჭორების და ინტრიგების თქვენ საწინააღმდეგოდ რაც უფრო შემდეგი კვირიდან იქნება თვალსაცემი, მაგრამ უკვე ამ კვირიდან იწყება პატარა ესეთი ნიუანსები, მაგრამ მთლიანობაში ჯერ კიდევ კვირა საქმიანი კუთხით კარგია. თუ ჯანმრთელობას გავაფრთხილდებით, მაშინ საქმიანი თვალსაზრისით შეგიძლიათ წახვიდეთ წინ და წარმატებასაც მიაღწიოთ. ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა. კი ბატონო, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, წარმატებულია 29-ში ანუ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ აღმოსავლური კალენდრით არის ახალი წელი, შესაბამისად ახალი კალენდრობა მე-13 თვარე ყოფილა და იყავით ჭკუით, ჩაატარეთ, რა ვიცი, რიტუალები, გავუშვით სამყაროში სურვილები, რომელიც გინდათ რომ დაგიბრუნდეთ და ნუ დაგავიწყდებათ რომ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ქმედება იწვევს უკუქმედებას, ეს ფიზიკაა, ამიტომ რასაც გასცემთ, ფიქრის ენერგიაც კი არ იკარგება. მადლობა. ოქროს სიტყვებია. მადლობა. ჩვენ დაგემშვიდობებით მომდევნო ორშაბათამდე ამ ფორმატში.